აქედან მინდა ჩემი პატივისცემა დაგიდასტუროთ აი ამ გამბედაობისთვის, ამ თავგანწირვისთვის, მე ამას თავგანწირვის ერთგვარ აქტად აღვიქვამ და მართალი გითხრათ არ მინდა თქვენი თავგანწირვა, მინდა რომ ქვეყანას აქტიური პოლიტიკოსები, ჯანმრთელი ადამიანები ყავდეთ, ისეთები როგორებიც ხართ თქვენ, ელენე ხოშტარია, ის ადამიანები, ვინც ახლა თქვენთან ერთად მეორე დღეა უკვე მანცხედან და აი ასეთ უკიდურეს ფორმას მიმართავთ პროტესტისა, შიმშილობას. მოკლედ კიდევ ერთხელ მინდოდა ეს აუცილებლად თქვენთვის მეთქვა. რა მოლოდინი გაქვთ აი ამ აქტით? ჯერ როგორ ბრძანდებით ეს მითხარით, ელენეს ამბავი ვიცი გუშინ შეუძლოთ იყო და დღეს მექნება მასთანაც საუბრის შესაძლებლობა დარწმუნებული ვარ მთელი დღის განმავლობაში. თქვენ როგორ გრძნობთ თავს? ესმის ბატონ გედევანს ჩემი ხმა სავარაუდოდ ჩემი ხმა არ ესმოდა ბატონ გედევანს სამწუხაროა, მაგრამ არ მეზარება გავიმეორებ ამ ყველაფერს, რაც წეღან ვთქვი, მე მართლაც ვთვლი, რომ ეხლა ბრძოლის ის ეტაპია, როდესაც ყველანი მწყობში უნდა ვიყოთ და ვიბრძოლოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, აი ამ ქვეყნის მომავლისთვის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და უპირველესია თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან უდანაშაულო ადამიანები. ზოგი დიდი ხანია უკვე საპყრობილეშია, მაგალითად მიხეილ სააკაშვილი, ზოგი შედარებით ახალი პატიმარია, ზოგი რამდენიმე თვეა, მაგრამ ყველა ისინი არიან პოლიტპატიმრები და მე მათ აქედანაც ვუთვლი მოკითხვას, ვინც გვიყურებს, ვიცი რომ ტევ პირველს უყურებენ ხოლმე, ვინც გვიყურებს და მინდა მათაც თავისუფლება და გამარჯვება ვუსურო და მალე რა თქმა უნდა ჩვენს რიგებში და ჩვენთან ერთად ყოფნა. ჩვენ დაუბრუნდებით გედევან ფოფხაძეს, რა თქმა უნდა, რამდენიმე წამში და მასთან გავაგზავნებთ საუბარს. საინტერესოა როგორია მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს აი ამ აქტმა, რომელსაც მიმართავენ პოლიტიკოსების და აქტივისტების ნაწილი. მანამდე მინდა წაგიკითხოთ, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ისევ გერმანიის ელჩს. გერმანიის ელჩს თუ მზად არის ბატონი გედევანი გავაგზავნებ და შემდეგ გავაცნობ მაყურებელს, შემატყობინეს რომ შეუძლია უკვე. ბატონ გედევან, მე მოგესალმებით პირველ რიგში, ეხლა იმედია გესმით ჩემი ხმა? მე მესმის ტელეფონით. კი ბატონო, ძალიან კარგი. მე რამდენიმე წუთის წინ დავიწყე ჩემი სათქმელი მინდოდა, ჩემი პოზიცია მინდოდა მეთქვა, მაგრამ წეღან არ გესმოდათ, როგორც მივხვდით ჩემი ხმა და მადლობა მინდა გადაგიხადოთ აი ასეთი თავგანწირვისთვის, აი ასეთი აქტისთვის. რა თქმა უნდა, ეს უმნიშვნელოვანესი, უძლიერესი პოლიტიკური აქტია და პროტესტის უძლიერესი გამოხატულებაა, მაგრამ აქვე ჩემს აზრს დავამატებ და დავაყოლებ და დავასრულებ იმით, რომ ჩვენ გვჭირდებით პოლიტიკოსებიც, აქტივისტებიც, ადამიანები, ჯანმრთელები ჩვენს რიგებში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შევცვალოთ ამ ქვეყანაში ვითარება და გამძლეობას და გამარჯვებას გისურვებთ პირველ რიგში და მადლობა თქვენ ამისთვის. ეს მინდოდა მეთქვა, წერამ თქვი და კარგია რომ ახლა უკვე გესმით ჩემი. ახლა მოდი დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში როგორ გრძნობთ თავს, იმიტომ რომ ადვილი არ არის შიმშილობა და მითხარით როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საუბარი იმაზე, რომ დისკომფორტი შეიძლება მქონდეს ადრევია, უბრალოდ ზუსტად გვესმის, რომ ამ რეალობაში საჭირო იყო პროტესტის მკვეთრი ფორმა, იმიტომ რომ რაც ახლა ხდება საქართველოში, ეს არის რეალობა, როცა აი მართლა შეიძლება ერთ დღეს გავიღვიძოთ პუტინის საქართველოში. თუ აქამდე ცხოვრობდით რაღაცა მარიონეტულ პროვინციულ ფეოდალიზმის პირობებში, ამისი საფრთხე შეიქმნა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტემპებით, ჩარი ტემპებით დაიწყო რეჟიმმა ხალხის დატყვევება, სასამართლოს განაჩენების გამოტანა, პოლიტიკოსების მასობრივი დაჭერები. ჩვენ ხო ხვდებით ახლა ეს რისი საწინდარია და ამ მომენტის გაშვება, როცა ეს რეალობა შეიძლება ჩვენ თუ შეიცვალოს, არ შეიძლება. უნდა მართლა ერთიანი ძალით დაუპირისპირდეთ იმ უსამართლობას, რაც ახლა საქართველოში ხდება, გავცეთ პასუხი, უნდა ყველა გავერთებდეთ და დავიცვათ საქართველო. კი ბატონო, ბატონ გედევან, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ აი ამ შიმშილობის აქტით, აი ამ უკიდურესი პროტესტით და მოდით კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ. ჩემი აზრით ეს არის უფრო პოლიტიკური პროტესტი, ვიდრე რაღაც შედეგზე ორიენტირებული. შეიძლება მე ვცდები დამიზუსტეთ თქვენ, აი რა არის კონკრეტული მოთხოვნა, იმიტომ რომ იცით რა, მე როგით დიახ
მე რო გითხრათ რომ ჩვენ მანდამაინც შიმშილობისგან კონკრეტულ შედეგს ველოდებით ალბათ არ იქნება მართალი და გულწრფელი, იმიტომ რომ რეალობა არის ის რომ აი მოცემულობის პროტესტი გახდა საჭირო. დღის წესრიგში დაისვა იმ მოცემულობის გაპროტესტება, რაც რეალურად ხდება. ამდენი ადამიანი ციხეშია და ჩვენ ამას ყველაფერს რაღაცა ყოფითად უყუროთ, ეს არაბუნებრივია, იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ ეს ხალხი უკანონოძის ციხეში, ვიცით, რომ აქტივისტებს და ახალგაზრდებს იჭერდნენ ცრუმოწმეების ჩვენებებით ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ვიცით, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დღეს არის დაჭერილი, არის შეკვეთილი და მათი პატიმრობა არის უბრალოდ მოსამართლის მხრიდან შეკვეთის შესრულება და ესეთი მოცემულობა ყველა შემთხვევაში არის წინაპირობა ქვეყანაში დიქტატურის გაფორმების. ეხლა ასეთ ვითარებაში, რომ შიმშილობის აქციაზე დიქტატურის სურველნი გამოეხმაურებიან და რაღაცა ემპათია გაუჩნდებათ ან იმისი სურვილი რომ შეწყვიტონ ამის მცდელობები, ეს არარეალური მოლოდინია, მაგრამ ის რომ არ იყოს პროტესტი, ესეც არ არის სწორი. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მაყურებლები, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, ეხლა უნდა გქონდეს მძაფრი პროტესტი, უნდა ვიყოთ კარგად გაერთიანებულები და ორგანიზებულები მისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ მარიონეტული მთავრობის მცდელობას, კოლაბორაციონისტული მთავრობის მცდელობას თავზე მოახვიონ პუტინის რეჟიმი საქართველოს. ეს არის რეალობა და ეს კარგად უნდა გავითავისოთ. ჩვენ ამ შემთხვევაში არ აგვაქვს იმისი ფუფუნება, რომ რაღაცნაირად ისევ ყოფით რუტინაში გადავიტანოთ ეს პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი დამთავრდა, პოლიტიკური პროცესი გააუქმა ხელისუფლება. სამართლებრივი სივრციდან ის გავიდა. ის ჩვენ ყველას ვიყურებს ახლა როგორც მისთვის არასასურველ ადამიანებს, რომლებიც ადრე თუ გვიან სოციალურად, ადამიანურად, ყველანაირად იქნება მათი მხრიდან განადგურებული. ვისაც განადგურებენ, ვისაც არა გაყრიან ქვეყნიდან და როცა ასეთი მოცემულობა იქ საუბარი იმაზე, რომ რაიმე დისკომფორტი შეიძლება მქონდეს აი აქციის დროს, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია, იმიტომ რომ ის დისკომფორტი, ის რაღაცა ტრაგიზმით სავსე რეალობა, რომელიც ჩვენ შევიქმნეს, ჩვენ ხო პირდაპირ ეთერებში გვაყურებინეს სასამართლო პროცესებს, რომელიც აი 37 წლის საუკეთესო ტრადიციებში იყო დადგმული და ახლა ვეღარ ვნახავთ ამ სასამართლო პროცესებს, ხვალიდან შედის სწორედ ძალაში ის ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც გაშუქება და აგვეკრძალება მედიას და ყველანაირი ტელეფონი, ფოტო. ვერ ნახავთ, მაგრამ უკვე ვიცით რა პროცესთან გვაქვს საქმე. უკვე ჩვენ დავინახეთ, რომ ერთი დიდი პროცესი ხორციელდება საქართველოს დასჯის, საქართველოსთვის იმის შანსის წართმევის, რომ ის იყოს დამოუკიდებელი, იყოს ევროპული, იყოს თავისუფალი. აი ეს არის დღეს მთავარი პროცესი, რომელიც ხორციელდება, ეს არის საქართველოს დატყვევების და საქართველოსთვის თავისუფლების აღკვეთის პროცესი და ამიტომ ამ ვითარებაში უნდა იყოს ძალიან ორგანიზებული ყველა, ვინც ამას ხვდებით, ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, პრინციპულები და არ შეიძლება ერთმანეთს უღალატოთ, წინაპრებს უღალატოთ და შთამომავლობას უღალატოთ, იმიტომ რომ აი მართლა წდება ახლა ქვეყნის ბედი და ამ ვითარებაში აი ყველაფერი უნდა დაიდოს სამსხვერპლოზე, რაც კი საჭირო იქნება, რასახის მსხვერპლიც იქნება, გასაღები უნდა გავიღოთ და დავიცვათ სამშობლო. კი ბატონო, მე გკითხავთ აუცილებლად ამ ერთიანობაზე და ერთიან ტაქტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ ახსენეთ ემპათია. და მე არ მაქვს ახლა ის მოლოდინი, რომ თქვენ დაუშვათ რაღაც ასეთი ილუზია შეიძლებოდა გქონოდათ, რომ თქვენი ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას გულისხმობ, რაიმე ემპათიას თუნდაც იგრძნობდით ან ვინმე მოგიკითხავდათ, ხომ არ ყოფილა მაინც ვიკითხავ რამე მსგავსი. გერმანიის ელჩმა სწორედ იგივე კითხვა დამისვა. ერთ-ერთ იგივე კითხვა დამისვა გერმანიის ელჩმა, როცა იყო აქ მოსული და მანაც ძალიან ადამიანური თანაგრძნობა და სოლიდარობა გამოგვიცხადა და მე ამ კითხვაზე ვპასუხე, რომ კარგია, რომ ეს არის ევროპული პოლიტიკის სტანდარტი, მათთვის ეს იქნებოდა ჩვეულებრივი, რომ ყოფილ თანაგუნდელებს მოეკითხათ ყოფილი თავიანთი კოლეგა ასეთ ვითარებაში. მე ძალიან კარგად მახსოვს უამრავი შიმშილობა, მათ შორის პატიმრების შიმშილობები ქართული ოცნების დროს, როცა მე დავდიოდი ციხეებში და ვნახულობდი ამ პატიმრებს და მიმაჩნია, რომ ეს არის პროტესტის ის ფორმა, როცა
ხელისუფლების წარმომადგენლები ვალდებულები არიან მიუხედავად იმისა, მოწონთ თუ არა ამ აქციის პათოსი და იქ მყოფი ადამიანების სულისკვეთება, შეხედულებები, მაინც გამოიჩინა ყურადღება. სამწუხაროდ ეს გრძნობაც ამ რეჟიმს აქვს ატროფირებული. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ამისი არანაირი წინაპირობა არ მეტიც შალვა პაპუაშვილისგან გერმანიის ელჩი გახდა რაღაცა გაკიცხვის ობიექტი და მე მგონი ვერაფრით გაიგო, რატო შეიძლება მე ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ შეიძლება რაღაც ადამიანებიც არ არიან თქო ესენი, იმიტომ რომ როგორ შეიძლება არაფერზე არ გქონდეს საერთოდ ემპათია. როგორ შეიძლება ახალგაზრდები რომ ციხეში არიან, ამაზე არ გქონდეს ემპათია, როგორ შეიძლება დასისხლიანებულ ადამიანებზე არ გქონდეს არანაირი ემპათია, შიმშილობაზე, მოშიმშილე კოლეგებზე, არ ვიცი, მართლა წარმოუდგენელია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი მე მგონია რომ ეს არის მე მგონია რომ ეს არის რუსული სტანდარტი, ეს არის როცა შენ ხდები რაღაცა რეჟიმის ნაწილი, ალბათ ხართან დაბმის პრინციპი მოქმედებს და ფერსაც იცვლი და ზნესაც, როცა შენ ხდები რუსული ორბიტის ნაწილი და ხდები რუსული პოლიტიკის რაღაცა სტრუქტურული შემადგენელი, შენ მართლა იცვლები, დამოკიდებულება გეცვლება ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ. ჩვენ გვახსოვს აი აქ ამ მოედანზე 9 აპრილის მოშიმშილეები, რომლებიც რუსებისთვის უბრალოდ იყო საზარბაზნე ხორცი და ის ადამიანები მათთვის იყო წინაღობა მათი იმპერიალისტური ზრახვების, ხო? იგივე ემოცია არ უნდა გადმოვიდეს ქართულ ადამიანზე. ეს არის აი სრულად დეგრადაცია ადამიანის და იგივე პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც თილიკობს და აი აქციაზე ასეთი რაღაცა ცინიზმით საუბრობს, ჩვენ ყოფილი კოლეგები ვართ, ხო? მე არ მომიწია მასთან ის მოწვევის პარლამენტში ყოფნა, მაგრამ ელენე ხოშტარიას და მე ვიყავით პარლამენტის წევრები. თუ პოლიტიკური ოპონენტები ვართ, გვებრძოლოთ პოლიტიკური მეთოდებით, ნუ გვიჭერენ, ნუ თხზავენ ხელოვნურ პროცესებს ახალგაზრდების მიმართ. პოლიტიკური პროცესიდან ნუ გადიან. ეს იქნებოდა მაშინ ადეკვატური ქცევა, მაგრამ ვინაიდან ისინი გახდნენ რუსული სტანდარტის მატარებლები, ვინაიდან ეს მთავრობა არის რუსული მთავრობა, სტანდარტიც დამოკიდებულებაც იგივეა და ემპათიის ხარისხიც იგივეა. არის ნულოვანი ემპათია, იმიტომ რომ ეს არის რუსული იმპერიის ზოგადი ბუნება. კი, მესმის ბატონ გედევან, დღეს არის დიდი აქცია დაგეგმილი, პროტესტის 214 დღეა, საქართველოს დადექი და მე იმედი მაქვს და ველოდები რომ ბევრი ადამიანი იქნება დღეს რუსთაველის გამზირზე, მეც აუცილებლად მოვალ, როგორც კი დავასრულებ, დღეს მე მიმყავს დღის ამბები მთელი დღის განმავლობაში და შემდეგ აუცილებლად შემოგიერთდებით. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ვიყოთ ბევრნი და რა გზავნილი იქნება ეს პოლიტიკოსებისთვის, ვინც თავის თავს ხელისუფლებას უწოდებს, იგივე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის. მე მიმაჩნია, რომ უწყვეტობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აი აქ ჩვენთან ერთად არიან აქციაში ადამიანები, რომლებიც როცა რუსთაველი კეტებოდა, ღამე რჩებოდნენ და აქაც 100 დღეზე მეტი არის აქტივისტები, ხალბატონი დარეჯანი მთელი ეს პერიოდი და ბევრი აქტივისტი იყო, რომელმაც უზრუნველყო ამ აქციის უწყვეტობა, უამრავი ადამიანია, რომელიც დაჯარიმდა და უზრუნველყოფდნენ იმას, რომ რუსთაველი გადაკეტილიყო და გადაკეტილი რუსთაველი არის ქვეყანაში დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო, ეს იქცა დღეს ჩვენ თავარ მაჩვენებლად იმის, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება იმას, რომ წაგვართვან დემოკრატია და წაგვართვან თავისუფლება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველი იქცეს ცოცხალ პოლიტიკურ ორგანიზმად. აი ეს უნდა იყოს ლეგიტიმაციის წყარო პოლიტიკური პროცესისთვის. არა თვითმარქვია რუსული ხელისუფლება, არამედ რუსთაველის მოედანი, სადაც იკრიბება მართლა თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ შემართული და მოტივირებული ადამიანები, რომელთაც ესმით, რომ სხვანაირად ბრძოლა არ შეიძლება, თუ არა ერთობით, თუ არა თანმიმდევრულობით და თუ არა უკომპრომისობით. აი ეს არის რუსთაველის მოედნის პოლიტიკური გზავნილი ყველასათვის. მადლობა ბატონო გედევან.